კანიე ვესტი მშვიდობისა კი არა და ალლაგე მშვიდობისა ჩემო მეგობრებო დაგვაგვიანდა გუშინ ყარას თამაში ვყევით როგორც ხდება ხოლმე და როგორც ვიცით ქართველებმა და წამოვედით ეხლა ამდილას შესანიშნავი სამეული საქმეში ვართ ფეხი ისე მტკივა უბრალოდ კუნთი ისე მტკივა რომ ვერ ვაბიჯებ ეთყობა ვერც გახურდა თუ რა ჭირს არ ვიცი ბავშვობიდან მაწუხებდა ვინც არიცით გეტყვით რომ ოდესღაც ფეხბურთს თამაშობდი და ბოლოს ნორჩ დინამოშიც ვირიცხებოდი რაც მაშინდელ დროში ცოტა არ იყო წარმატების ის იყო რომ ლანჩხუთიდან ბავშვი ნორჩ დინამოში წავიდაო მაგრამ ჩემზე ზარმაცი მეკარე არ ახსოვს არც დინამოს არც ლანჩხუთს და არც არაფერი ხო ეგ კურიოზულ ამბავს მოგიყვებით მეკარე როგორ აღმოჩნდი პირველ ვარჯიშზე ანუ რა სიმაღლეც მაქვს ეგ მქონდა მაშინაც და პირველ ვარჯიშზე რომ მივედი მწვრთნელმა მკითხა შენობის მშობელი ხარ და ეს აღმოჩნდი კარებში ხო და რა 80 მე რო ფეხბურთს დავდიოდ დაახლოებით რომელი წელი იყო 2003 2004 2005 ხო და დაახლოებით ეგ წლები იყო და რომელ კომფორტზე და რა იმაზეა საუბარი საერთოდ ზედმეტია აი რა გითხრათ რამდენიმე კილომეტრს ლანჩხუთის რაიონიდან გვიმბალაური ახლა ფეხბურთის აკადემია იქ სტადიონზე გავდიოდით ბავშვები ფეხით მაგალითად წვიმაში ხო სველი მივდიოდით სტადიონზე ზუგჩანთაში რაც გვედო იმ ტანსაცმელს სველს ამოვიღებდით ჩავიცმევდით ვივარჯიშებდით მე ისევ ჩვენ ძველ სველ ტანსაცმელს ვიცმევდით და ბრუნდებოდით სახლში და რომელ მსოფლიო დონეზეა საუბარი 14 წლიდან სახსრების ქრონიკულია ანთება მაქვს და 18 წლის ასაკში უკვე ამინც იმით სახსრებით ხვდებოდი რა ვინდი იქნებოდა და რომელ დიდ ვარსკვლავობაზე და იმაზეა ჰაიმორიტი დამჭა და სახსრების ქრონიკული ანთება ფეხბურთიდან ხო და ის კუნთი გარე კუნთი სულ მაწუხებდა და ეთყობა ამდილა საერთოდ გაჭედა თუ რა ჯანდაბაქნა არ ვიცი მაგრამ ფეხს ვერ ვადგავ ისე ვარ ამას გამაყუჩებელიც არ უშველის მე ვიცი მაგას რა გააყუჩებს გუდუნსიო მე ვიცი მაგას რა გააყუჩებს იმის ფიქრი რომ დღეს ბულგარულების დარგვას ვიწყებთ რაც იმას ნიშნავს რომ 1000 წელი დაახლოებით ცოტა მეტი ბულგარული გვაქვს წინ რომელიც ჩვენი დასარგავია ასე რომ ჩემო თავო და ჩემო კუნთებო ეხლა ტკივილების და რაღაცეების დრო არ არის აი ავტობანის ქვეშ უნდა გაძვრეთ რომ ჩვენ ფერმაზე მოხვდეთ მოდი აქ დასაწყისი გავაკეთოთ თესვაის საკვირველი ნაწილი მესამე ბულგარულები ან ვულგარული ბულგარულები ერთი სიტყვით ჩემო მეგობრებო ყველას გადასარევი დღე ყველას უმკინეულო დღე უდასი შებოროტო კაცო და რაღაცა იქნება აუცილებლად შევძლებთ შეუძლებელს ერთად და ერთობით ავედი ახლა ჩამოვედი ჩემო მეგობრებო მაგრამ ვაიმე ჩემოსვლას 15 წუთის გზაზე 40 წუთია მოვდივართ მარცხენა ფეხს ვეღარ ვგზნობ უკვე ისე ვარ არა უშავს ეხლა იმათ ვაჭმე ფერმის მარჩენლებს ივნისში უნდა ყავდეთ ალბათ გოჭები ხო ივნისის დასაწყისში 15-მდე ხო იმათ ვაჭმე მე რამე ცივს დავიდებ ფეხზე თუ უშველა ცივის დადება და მე მივხედოთ საქმეს ეს ბულგარულები რაც შეიძლება სწრაფად გვაქვს მოსაცილებელი რომ მე გავცელოთ მთელი ეზო და მე დანარჩენი იქნება ეს გოგრები, პომიდრები, კიტრები ისინიც მივარგოთ და მივალამაზოთ მივხედოთ საქმეს თქვენ რას მირჩევთ ბატონო კუდა ექიმო პირდაპირ ფუნიანი ადგილი სადაც იყო ის აარჩია და იქ იგორავა და იკოტრიალა წეღან სველმა ცოტა გამიჩერა ტკივილი თქვენ რას მეტყვით ბატონო კუდაბა ექიმო შეხედე რაც გავს ღმერთო ჩემო აი კაცი სიმპათიური გამოწყობილი ამისთვის გისმენთ ბატონო კუდა იმედია გაგვივლის და ადამიანური იერსახეს დავებრუნებთ მთავარი რევიზორი მოდის მეორე იქედანა ერთი სიტყვით არას გვარგებს სამძიმილი უსაფუძვლოდ ცრემლთა დენა იმ ქალმა რომ ვინც გამომატანა ეს ჩითილები მითხრა რომ 1 მეტრშიო 3 ირგვებაო მაგრამ
ჩვენ ცოტა მოვიპაროთ და 4 დავრგოთ. აქ მაქვს 1 და 10 სანტიმეტრიანი რაღაცა ჯოხი, რომელიც 4 ტოლ ნაწილად გავყავი და ესე გავყვები და ჩავალაგებ ლამაზად. ღორები გადავიშვი გასკურეს. ჩვენ ადგილზე ვართ, მგლები და კუდესები და მივყვებით ახლა. ფეხმა ცოტა გამიარა ციუმა თავის იქნა. ნახოთ რამდენს ვიზამთ, როგორ ვიზამთ, რას ვიზამთ, ყველაფრის მნახველი იქნებით თქვენს ბუნებრივი. 5. არ მინდა ეს იაშიკი და ეს რო ვიხმარო. პირველი 5-ში დაახლოებით 60 ცალი, დაახლოებით ზუსტად 60 ცალი ენერგია ელაგა. ეხლა გადავწყვიტე რომ ჯერ ჩავალაგო კარტოფილის პრინციპით და მიწა მერე მოვაყარო, ვიდრე დრო დავხარჯო იმაშიც რომ თან მიწა მოვაყარო და ენერგია და ასე შემდეგ. პირველი 5 მერე მოგახსენეთ რამდენიმე ყოფა ბოლომდე გასასვლელად და მერე ნახოთ გზა და გზა. რევიზორის ბუნებრივია მახლავს, ვინც აკვირდება ესე ყველაფერს დეტალურად. კაი, ბატონო რევიზორო, მივხედეთ საქმეს. ხომ? არა, ხელში მიყურებს ამას. პირდაპირ მზარა პროდუქცია ინტერესებს. ტოვეთ არა მოსახმარებლად? აგენაღლებათ. ესე იგი, ერთი მწკრივი გამოვედით იმ თავიდან ამ თავამდე. როგორც ამ ბატონებმა დათვალეს და თუ სწორად დათვალეს, იმედია, დაახლოებით 325 ცალი პლუს მინუს 2, 3, 5 არ შეგვეშლებოდა, იმიტომ რომ მე თვითონ კარგად დავთვალე, მაგათ მაინც არ ვენდე, ხო? ხო, ხუმრობა ეგეთ იყოს და. დაახლოებით 325 ცალი გამოვიდა ერთ მწკრივში. რაც იმას ნიშნავს, რომ 3 მწკრივი გვექნება ბულგარულის და დიდი ტერიტორია გვჭება, იმიტომ რომ ნახეთ, ესეც დასახნავი და ასათვისებელია და უკან რაც დავტოვეთ, გახსოვთ მის კარტოფილების უკან წყალი რაც იდგა, იქაც კაიბლომა ტერიტორია გვაქვს. აი კუთხეებშიც კი რაღაცეები მინდა ჩავაყოლო. აი მაგალითად მაღალი ლობიო, რომელსაც ჭღას დაუსვობ და იქ აყვება. ერთი სიტყვით მაქსიმუმ 3 მწკრივი, 3 მწკრივი ნახევარი დაიტვირთოს ჩვენი ბულგარულებით და ტერიტორია გვჭება. შარშან შემეშალა, ვისაც არ გინახავთ ძველი ვიდეოები, ნახეთ. შემეშალა და ბულგარული და პილპილი გვერდიგვერდ დავრგეთ და ესეთი მწარები ბულგარული იყო, რომ რა ვიცი, გურული ქალის ენასავით, ხო და ტერიტორიები აქაც გვჭება. უკან საბოსნე გვაქვს კიდე გასაკეთებელი, არ დაგავიწყდეთ. კიტრი, პომიდორი და ასე შემდეგ. ხო და აქ ცოტა ბადრიჯანი ხო არ დავამატოთ და რაღაცეები, რა ვიცი, გამიზიარეთ თქვენც, იმიტომ რომ ბუნებრივი ხა ამდენი საჭმელად არ მინდა. მით უმეტეს ბადრიჯანი ცხოვრებაში არ გამისინჯავს. ხო და გამიზიარეთ თქვენც ვერსიები, ბატატი, ისინი ესენი და ეხლა ცოტა წავიდე წელი გავმართო. მე ამას გადავაყრი, ხელით უნდა გადავაყარო, რადგანაც თოხით არ გამოვა კარტოფილივით. და რაღაცა იქნება. 1 რიადი და 2 რიადი რომ მაინც ვქნათ დღეს, თუ ყველას ვერ დავთესავთ, 2 რიადი რო გაგვაკეთებინა, ნახევარზე მეტი საქმე გაკეთებული იქნება და ერთ ხვალდილას ვიზავთ და ეგა. ასე რომ ეხლა დღეს ფეხი რო არ მტკივნეული არ ყოფილიყო და რო არ დამეგვიანებია, შეიძლება და დღესაც მოგვესწრო ეგ ამბავი, მაგრამ რა არის იცით? ხა გამიგძელდა რაღაცა საუბარი, მაგრამ ხანდახან საკუთარ თავს რომ მივაძალე და მივასკდი, ასე რომ ვთქვათ, მე მეორე დღის დილით გაღვიძება და ჩამოსვლა და რაღაცები გამიჭირდა, ამიტომ გადავანაწილოთ შრომა. ვერ გავიგე რა, სესხი თუ შეიძლება გადაანაწილოს კაცმა შრომას ვერ გადაანაწილებ. აწოლილს რომ დამადექით, საიდან მოიპარეთ, ასე ჩუმად, ხო, მოდით. გოგო, ფეხზე მომტეხა ფეხი შენი. ასე ჩუმად, რანაირად მოიპარეთ, ბიჭო, ეს ზაღლებმა რო ვერ მიხვდნენ და ვერც ვერავინ. ფუ რა იყო კი არა, რაფერც არა, რავი, ზაღლი ღორი ამერია ერთმანეთში. ამა ესენი შეშინებული იქეთ გარბიან. მოდი აგერ, მოდი. მოდი მოვიდნენ ბანდიტები. ციურაში ბანდიტო.
წინა ჭიშკრიდან ჩამოხვედით არა? ესენი ვინ გავზარდე? შეხედი იმას, აბა შეეშინდა. ბიჭო, ეს აქ ისი კუდასი. მოდი აქ, მოდი. თქვენ ბანდიტებო. საიდან მოიპარეთ? მოდი შენ აქ, პატარა გაიძვე. მოდი. ფო, ის დარგულები ხომ არ აყარეთ, არ გადამრიოთ, ახლა ჭკუიდან გადამიყვანოთ. კაი, მოდით მაქვს თქვენთვის რაღაცეები წამოღებული. ოსტატ და მარგარიტაში რომა ისე გადაგაждდეს უნდა კაცი და გაქუსლოს. შენი ციურია ვირიშვილო. ხო. ნახე რა გას. ნახე რა თონტოლი კაკალი. პატიკი დამავიწყდეს რომ 5 საათის 5-ის ნახევარი 5 დაიწყო და ამა თავისი დრო აქვს. მაქსიმუმ 5-8 დააგტება მოდიან. და ერთი კვება უნდა. მოდი პაწე. რომსიკ. რომსიკ მოდი. ნეი. აუ იმას იქეთ გონივართ კიდე. მოდი გააღიკარები და შედი. არც ერთი ნაბიჯი კუდას გარეში. ეს აქვს დევიზი და მიზის აქ. ერთი არ ვიცი რამდენად კარგი ან ცუდი შედარება უნდა გავაკეთო. როგორც საფლავზე არ ვარ გერა უარყოფითი ემოციის მქონეა მიწის მიყრა ისე ყოფილა სოფლის მეურნეობაშიც. კარტოფილზე იყო და თოხით კიდე არ აუშავდა ამაზეა და აი ესე წაკუნცხული ამ მდგომარეობაში ვაყრი მიწას და რა ვიცი თოხითაც ვერ შვები, იმიტომ რომ ზოგი წაქცეულია, მე იქცევა და არ ვიცი. მე ინდელ პრაქტიკაში როგორ ვიზამიცი, ჩავთესავ და მივაყრი, მე ვფიქრობ დროს მეც წაიღებს, მაგრამ იქვე წაკუნცხული იქნება ადამიანი და უფრო იზავს ვიდრე ეხა როგორც ვქენი ესე ჩავალაგე და მე რო ვაყრი, ეხა მივყვები წაღუნული თუ წაკუნცხული თუ რა ვიცი როგორც გინდათ ისე დაარქვით და სათითაოდ ვაყრი მიწას. ამინდი კარგი, ხედები კარგი, პოეზი, დელა, დემი, კუდი, კუდა. გესმის? მომეხმარე ბიჭო რომ დამყვებით ტყუილად, ღორებმა ესე მოგეპარეს ვერც გაიგე. მივმართავ ჩემს ჯერ არ დაბადებულ შვილებს და შვილიშვილებს. შემოგევლო თქვენი ბუზღუნა მამა, მაგრამ 300 ჯერ, მეტჯერ დაიკუნცხო მიწა მოაყარო და დააყარო და დაიკუნცხო ადგე, დაყარო, დაიკუნცხო ადგე. ისინი კიდე რომ არ მეხმარებოდნენ რა მიჭერს. ერთი სიტყვით. დღემ კი მომიმატა და 6-ის ნახევარია და რაღაცას კი მოასწრებს კაცი კიდე, მაგრამ დღევანდელი დღით ნაბახუსევ ფეხნად კი ვარზე და ასე შემდეგ. საინტერესო ისაა რომ რატომ აქ ამ დროს დანაშაული შეგრძნება თითქოს რას ვაკლებ ახლა რომ წელში ავწყდები და კიდევ ერთ რიაც რას არ ვაკეთებ. თან ხო ვიცი რომ ხვალთლიანად დავამთავრებ დილასაც ვიზავ და საღამოსაც, მაგრამ აი რატომ მაქვს ეს დანაშაული შეგრძნება არ ვიცი. ერთი სიტყვით შვილები და შვილიშვილები. მაპატი. მაგრამ შემიძლია. წელი-წელად მტკივა და ხედავ სინდისად ნაწუხებს. კაი, ისინი რომ მოვაყუჩეთ, ვაჭამოთ საჭმელი, კიდე რაღაცეები მოურწყათ, იქ ჩითილები ისინი, ესენი ცოტა დავისვენოთ და მე სახლისკენ ჰერი. და დილას ადრიანად წამოვიდეთ. ამ ორი დღის ვლოგს ალბათ მაშინ დელივით გავაერთიანებ და ერთლიანად დავდებ. ესე უკეთესი იქნება. ის რომ ჩამორჩა მთავარ ჯგუფს. სადა? რატო აგვიანებ ამხანაგო? დაველოდო ჩვენ აქ. თუ გავუყვეთ გზას მის გარეშე, მაგრამ მოვა. ამხანაგო რატომ აგვიანებ თქვენ? აჰა. რატომ აგვიანებთ ახალგაზრდაო? სამსახურში.
როგორც ხედავთ, შესანიშნავი სამეული ადგილზე ვართ. დილამშვიდობისა, ჩემო მეგობრებო. აბა როგორი დილა გაქვთ? ჩვენთან ხედავთ გადასარევი ამინდია, კარგი განწყობა გვაქვს, ფეხიც ისე რა გვაწუხებს, გუშინ სერიოზულად მდგიოდა. და ყველას კარგი და მზიანი დღე მინდა გისურვოთ. აქვე არ შემიძლია რომ არ აღვნიშნო და ჩემ მაყურებელს რომ არ გესაუბროთ და არ გამოვიყენო ჩემი შესაძლებლობა იმისა რომ ადამიანებს და მასებს გავაგებინო და მოუყვე რაღაცა შესახებ და ჩემს ახალგაზრდობაში ყმაწვილგაცობაში ფეხბურთელობაზე გესაუბრებოდით, ეხლაც გურის სტადიონზე გამოვიარე და მინდა ერთი კაცის შესახებ ჩემი პირადი გამოცდილება და ამბავი მოგიყვეთ. რამდენიმე დღის წინ ყოველ შემთხვევაში 40 გასულია რა, გარდაიცვალა ბეგი სიხარულიძე, ესეთი ადამიანი, რომელმაც როგორც ფეხბურთელმა და როგორც მწვრთნელმა უდიდესი წვლილი შეიტანა იმაში, რომ ძველი გურია საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული იყო და იქ ეთამაშა და ესეთი დიდი გუნდების გვერდით გარიყო, როგორებიცაა თბილისის დინამო და ქუთაისის ტორპედო. იმიტომ რომ ვისაც არ უნდა კითხო, საბჭოთა კავშირის მაშინ და საქართველოში ახსოვთ მხოლოდ 3 გუნდი, თბილისის დინამო, ქუთაისის ტორპედო და ლანჩხუთის გურია და ამაში უდიდესი წვლილი ბატონ ბეგისაც აქვს და მე ვფიქრობ, მოვა დრო, როცა ამ ქვეყანაში ღირსეულ ადამიანებს დააფასებენ შესაბამისად. მე როგორც მოგიყევით პატარაობაში ფეხბურთს თამაშობდი აქ გურიაში და როცა ერთ დღესაც ესე დავრბოვდი ჩვენთვის 12, 13, 14 წლის ღლაპები და რაღაცა კვადრატი და გაიყევი ითამაშე და ესეთი რაღაცები გამოიარა დაგვხედა და თქვენო თუ გინდათ ნამდვილი ფეხბურთის თამაშიო დილის თუ 6 საათზეო გელოდებითო სტადიონზე. და მე და ორი ადამიანი, ორი ბავშვი მოვედით დილის 6 საათზე სტადიონზე. ჩემგან როგორც ხედავ დიდი არაფერი გამოვიდა, მაგრამ მაინც. ესე კიბეებზე გვარბენინებ და ანუ უნდა აგვერბინე, ჩამოგვერბინე და ესეთ ფიზიკური დატვირთვით ვიწყებდი დილას და მე შუადღით როცა მთელი გუნდი შეიკრიბებოდა, სანამ ამ კვადრატების და გაიყავი ითამაშეს სათამაშოდ გაგვიყვანა, დაგვისვა და მკითხა ესეთი რაღაცა რომ აი ხა თქვენ მომავალი ფეხბურთელები ხართ ან მე მკითხა შენ მომავალი მეკარე ხარ. თუ იცითო გაზონსო სიმაღლე რამდენი უნდა კონდეს. აი ბალახი რა აზომაზე უნდა იყოს გაკრეჭილი. რომ ბუცი დადგა. ან ბუცის შიპს რა სისქე და სიგრძე უნდა კონდესო. ეს პირდაღებული უყურეთ ჩვენ ახლა აი ეს ბუცის მე მქონდა გუნჩი მგონი თორსტები 6 შიპიანი რკინის იმასაც არ მასმევდნენ ვიღაცას რაღაცას მოტეხავ. ხო და ესე პირდაღე მე მომიბრუნდა და მეკითხება შენო მეკარე ხარო ბიძიგონა და თუ იციო კანსო სიგანე რა უნდა კონდეს ან სიმაღლე ან ძელს რა უნდა კონდეს სიმსხო ბადერაზომის უნდა იყოს. და მაგ დღეს აღმოვაჩინეთ რომ თურმე მაგ ყველაფერს მნიშვნელობა აქვს და ფეხბურთი ის არაა რომ გაიყევი ითამაშე. მე გვიხსნიდა რომ ტაქტიკური გადაადგილების დროს მაგალითად პასი რომ მოდის ან მოწინააღმდეგე აწოდეს ვინ საუთ უნდა იდგეს მეკარეს რა პრივილეგია აქვს არა აქვს პრივილეგია და ასე შემდეგ და ერთი სიტყვით იმ კაცმა არა მხოლოდ ფიზიკური დატვირთვი და რაღაციდან მეტი მოუხსნა და გაგვაძლიერა, არამედ თეორიულად და ჩათვალეთ 0 კლასიდან დავიწყეთ და ესე ნელ-ნელა მივყვებოდით და აი დიდი გურიის ეგ თან ისეთი პერიოდია რომ გურია და მაშინ უმაღლეს ლიგაში თამაშობდა თუ არ მეცდება, თუ არ მეშლება. ხო და ჩვენ იმედია დაბრუნდება აქვე ვიტყვი იმასაც რომ გურია თავის ადგილას და ეხლა თან კარგად წარმატებული სვლავთ და გუნდის გასახდელში რომ შეგვიყვანეს მახსოვს პატარა ბიჭები როგორ პირდაღებული უყურებდით მაისურებს, ფეხბურთელების დასაჯდომებს და ერთი სიტყვით ჩემგან პატივისცემა იმ უდიდეს ადამიანს იმ განათლებისთვის, იმ ცოდნისთვის და იმ მეგობრობისთვის პირველ რიგში, რაც ბატონმა ბეგიმ მე და თითოეულ ჩვენთანაც და ჩემ თანაგუნდელებს და თლიანად ამ ქალაქს დაუტოვა. წავედით ახლა საქმეს მივხედოთ, გზა და გზა, თან საქმე და თან ამბავი, ყველას კარგი დღე ჩემო მეგობრებო. ბულგარული ადგილზეა, დაცვა ადგილზეა, ისინი საჭმელს ჭამენ, კარები გაუღერომ. გასკურონ, ხო და შეუდგეთ საქმეს, ოღონდ გუში რო ჩავალაგე და მეწე გადავაღარე, მე ეგრე ძალიან მერტულა, ამიტომ ეხლა ჩალაგების დროს გადავაყრი და რასაც ვიზამბარემ, ვიზამ და შესვენება იქნება თუ საქმე იქნება, ნელ-ნელა გავყვებით. ამ შესანიშნავი ზის
მზის რა იყო და ხედის ფონზე. ბატონი მზეც აგერა პრინციპში. სადღაც 5-10 წუთია და ორ მწყერებს მოვრჩით. მარტო მე კი არა კაცო, კაცი დაიღალა, ერთი კაცი, ორი კაცი, სამი კაცი დაიღალა. ეხლა ყავას მოვიდუღებ. ხო და მე დიდი ალბათობით მესამე მწყრებსაც მოვასწრებთ. და მე გავუყვებით სახლისკენ გზას და ამით მოშორებ და ახლობით 300 ცალი დამჩა, იმიტომ რომ პლუს მინუს მეგობრებს უნდა მივცერთი 20-30 ცალი. რაკაი ზაგერი მაქვს. ხო და გავყვეთ ნელი და დღეს მოვრჩებით მაგ ამბავს. სამწუხაროდ სარწყავი არ მაქვს, ვიყიდიან საღამოს და დილას ჩავა აი ესეთი თითოვიანი სარწყავი რომ ესეთი უნდა ვეყიდო. ხო, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა. 5-10 წუთია დაახლოებით 5-მდე, მაქსიმუმ 5-8 დააგდება, ისინი ჩამოვლენ ეზოში და გუშინდელივით. თუ უკნიდან არ მივაქცია ყურადღება, მოუარებენ და ციურად ეს პაწე და რომ სიკე წინიდან მოულის იმ კარებს გააღებს და იქიდან დამადგებიან. ნახოთ, თუ გამართლდება ამჯერადაც ჩემი სიტყვა. რა გნებავთ უკაცრავად? შეგური საწყალი კაცია კაცო. დღეს სენდვიჩად აქ ნაჭამი, სულგუნი და ყველი ყველათ აქ. კაკალოებად აქ ნაჭამი. რა ქნას? რამდენი ქნას? ყავის დალევა არ მაქვს დამთავრებული. და მოდიან. დამიჯერეთ, მართლა მოდიან. ნახევარია 5-ის. ესენი ვინ დაბრუნებულან? ესენი ვინ დაბრუნებულან? შორეული მოგზაურობიდან. აი კუდასის როგორი ხმა ქონია. ხალხო ხედავთ გესმით? მოვიდნენ თავარი კრიმინალები ფერმის. მოდი ბაჭი. ხო. გამარჯობა. აი გოგო, აუ ეს რას გავს? მოი ბადუნა, მოდი. მოდი დაელოდეთ სიუს ბავშვებო, ნუ გარბი ხართ. ამოგივარდა გულინარბენი ციუ. სად იყავით? მოიარეთ ეს ამათ ეშინიათ როგორც ყოველთვის. ციუ ჰამაკი არა, საშენო გამოდი აქეთ ციუ. კაი, მოდი გაჭამოთ. მოდი მირთვი თქვენი წილი. არა, ამ თესს ზედა არ გადაიარო მან არ გაიარო. არ გაიარო, მოუარე იქედან. აქედან მოუარე ემასე. მოდი გაჭამოთ. აი ესე გამოიყურება დაახლოებით 1000 ძირი ბულგარული. 3 რიაჩი აქეთი 10 ცალი აკლია მეგობრებისთვის მაგ იქ გადანახული 1-5 და იქიდან ამოვიღებ. ახლა შემიძლია ღირსეულად მოვიხსნა ეს კუდი და გავიძროეთ ხელთათმანი არა რა სიტყვით თქვენ. ვახ როგორ მომწონს ასეთი გამოწვევები. დღენახევარში დარგული 1000 ძირი ბულგარული. შვენიერი ამბავია. მე ხანდახან მე თვითონაც მიკვირს ჩემი თავის და ჩემი ორგანიზმის და ჩემი მონდომების, რომელიც იდეაში საერთოდ არ მაქვს. რომ მეკითხებიან რა მონდომებული ხარო, რა ვიცი, რა გითხრათ აბა, ეს თუ მონდომებაა, შრომა თუ მონდომებაა, ამაში მონდომება რა გაყოფილა, შრომა. 5 მწკრივი მოგრჩა აქეთ. რას ვფიქრობ, იცი? უკან იქეთ 100 კვადრატია, ადრებოსტანისადაც მქონდა და იმის დახნაწვალებას ხوارჯობი აქეთ გაუშვა რაღაცები. და იქ პატარა სათფურის გაკეთება დავიწყო აკაციის ბოძებით, გლეხურად. თქვენი აზრიც გამიზიარეთ. ვიდეოს მოწონება და გავიწყდეთ არხის გამოწერა და კომენტარის დაწერაც ამავდროულად. წავედით, ეხლა ცოტა ხანი დავისვენოთ და მერე მოხიოთ სახლისკენ მორწყვას დღეს ვეღარ ვახერხებთ. ჯერ ვედრით ამას როდის მორწყავ და საწყავს ვიყიდი ხვალ და იმით გავყვები. ერთობ დღეში რო წვიმაა, მაგის იმედად ჩემი მტერი იყოს. მაგრამ 1-4-5 დღე კიდე წვიმებია.
დღეს ტრაქტორიც დაურეკავ. ერთად ადგილას. უჩემოთ როგორ ლაპარაკობ, მოვიდა მთავარი ინტერვიუერი. მორჩი ძმაკაცო. გადავრჩი და ისე მორჩი თან. სადა იყავ გაპარული? ხო და დღეს ტრაქტორიც დაურეკავ, ორ ადგილას თესავ ყანას, 1,7000-ზე. ნარგავებში არ გაიარო ძმურად. 1,7000-ზე ჰიბრიდს და 1,3000-ზე თეთრ სიმინს. უი, ჩემი გამომწერებისთვის და ჩემი ძვირფასი ადამიანებისთვის აქვე გეტყვით რომ ის ხო შევიძინე, რა ქვია. კარტოფილი ხო დავთესეთ 300 კილო, ბულგარულიც ხო დავთესეთ, ხო? მოვიდნენ მეორეც. ხო ჩაღები ხართ. ნელ-ნელა ცოტა ხანში წავალთ. ხო. სიტყვით უცებ გეტყვით, ბულგარულს ხო შევიძინე, წისქვილი შევიძინე. მეორე დღეს რო შევიძინე წისქვილი, ჩემ მეგობარს თანხა გადავეცი, ანუ რას ვფიქრობ, იცი, რას ვფიქრობ, კი არა წესი ასეა, რომ დასხმული და ცოტა ისეთ ოთახში უნდა იყოს, სადაც ვირთხა და რაღაცები ვერ შევა და გუშინ სასიხარულო ამბავი მაქვს, აქ ადგილობრივი ენერგოპროს დირექტორი იყო ჩამოსული, დენი უნდა შემოგიყვანოთო და მაგრამ მის ვიფიქრე, რომ აქ ხო არ დავდგა პირდაპირ ფერმაზე თქო. სახლი დამწვალებას და ასე შემდეგ. გადასარევი ამბავია, დენი თუ იქნება, ყველაფერი იქნება, ბარბაგალკა, სვარკაც და რა ვიცი, რაც გვინდა და არ გვინდა, ყველაფერი ერთად. ასე რომ წავედით ახლა ჩვენ თამაშით, ცოტა ხანი შევისვენეთ, მერე ღორებს ვაჭმევთ, დავკეტავთ და სახლისგანაც გავსკურავთ. არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ. გულთბილი კომენტარებს ისედაც არ იშურებთ, არც პირადში, არც ისე და არც ასე და ერთი სიტყვით როგორც ჯეტიაშია მისია შესრულებული. რა სიტყვი კუდასი. ვაჭამოთ მაგათაც საჭმელი და ხერა ხმებია კუდა. ხო, აი. მოვიდეთ თქვენი სუფლე. ჩემო ქალბატონებო და ბატონებო. მოვიდეთ თქვენი სუფლე. კარგი, შედით სახლში შედით და ამასინ ვიღაცამ თქვენ განსწავლულობაში შეიტანა ეჭვი. კაი, კაცო, ამას გავაღენ. სახლში შედი, მიდი. არა, შედით სახლში. მიდი, შედი სახლში და მერე შემოვალ მეც. მიდი, შედი სახლში, ციუ. მიდი, შენ შეყევი, ბაწე, შეყევი სახლში, მიდი. ნიჯო, მე მოვალ, არაა პრობლემა, შედი სახლში. შენც, მიდი ნახე ისინი როგორ იხედა. შედი სახლში. მიდი, ორივემ, არ მოგცემთ იქამდე. მიდი, შედი სახლში, მიდი. ემასე, მიდი შენც, ბაწე, მიდი შენც. ყოჩა, всё, აი მოგცემ. იმის ამბებს დარგვადათ ესვის როგორც მოვითავებ. მე აი შეშები მაქვს და საწვავი მისთვის ნაცარი მჭირდება. კარტოფილს რო შემოვაყარო და ამეებში რაც ისინია დარჩენილი ჩაჩობები და ეს გამოჭრილი რაც არ ჩანს, აი ესეთები ყველას მოვაგროვებ და დავწვავ. და მე მოვიცვლი აკაურობის მოსაცელად, რომ უფრო 60-ს დაემსგავსოს. ხო, მთელი დღე აქ ვარ და კი ხედავთ რასაც ჩვევი. მაგრამ ახლა ვფიქრობდი დაღლილობის მაგივრად კმაყოფილების შეგრძნება მიმყვება. შეიძლება სახში რომ მივალ და გადავივლებ. სადა ის კაცი მოდის. დაღლილობამ შემომიტიოს, მაგრამ არ ამგონია. კმაყოფილება ეხა რაც თლიანად მავსებს ამ წუთას იმით რაც გავაკეთე. ერთი სიტყვით, ყველა შვიდობიანი საღამო გქონდეთ. ჩვენთან 8 საათი დაიწყო და კარგახანია ამ დრომდე აქ არ გამოჩერებულ ვარ და დღემ რამდენი მომემატა შეხედეთ. ერთხოდერი სიტყვა რას ვამბობდი. ყველა შვიდობიანი საღამო გქონდეთ, ღმერთი გფარავდეთ და არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ და რაღაცეები არ გვინდა, რავი, როგორც გაგიხარდებათ ისე მოიქეცით. მოკითხვას გითვლით მე და ეს კაცი ჩვენი ფერმიდან. გულთბილ მოკითხვას და სიყვარულს. მომავალ შეხვედრამდე.